იმისა, რომ საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება აჩვენებს, რომ აი რა მაგარია, რა ყინჩად გრძნობს თავს, როგორი არაჩვეულებრივი მმართველია, რომელიც არ და არასდიდებით არ დაუჯერებს ამ გლობალური ომის პარტია Deep State-ს, ევრობიუროკრატიას, ევროპას, ევროკავშირს, რომელიმე წევს სახელმწიფოს ამ სტრუქტურას თუ ამ სივრცეს, მიუხედავად ამისა, ქართული ოცნების ხელისუფლება გვარიანად დამფრთხალი და შეშინებულია და თუ გნებავთ შევადაროთ კუთხეში მიმწყდეულ რომელიმე რომ იპორჭყნება იმგვარ ცხოველს, რომელიც საშიშია სწორედ იმიტომ, რომ იპორჭყნება და შესაბამისად ჩამოგპორჭყნის რა და აგაზიანებს, ხო? დაგკაცრავს და დაგაზიანებს, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც არის კუთხეში მიმწყდეული და შიშარამხდალი და უსუსური რომელიმე ცხოველი. ქართული ოცნება ერთ-ერთი ამგვარი ცხოველია. ყველაზე უფრო მეტად ჩემი შეფასებით შეშინებულია ბიზინა ივანიშვილი. კი ის ამბობდა და ამბობს. ან საკუთარივე პაჟებს, მონებს ათქმევინებს ხოლმე, რომ ევროკავშირის სანქციები მას არ აინტერესებს. ევროკავშირის რეკომენდაციები მას არ აინტერესებს, არ აღელვებს. რომ საქართველოს სუვერენული დემოკრატია შალვაია პაპუაშვილს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ წოდებულს იმასაც კი აკადრებინებს ივანიშვილი. და რასაკვირველია პაპუაშვილის მოსკოველი მფარველებიც, რომ საბჭოთა კავშირის ჰგავს ევროპის კავშირი. წარმოიდგინეთ, რას კადრულობს ეს კაცი. საბჭოთა კავშირს ადარებს ევროპის კავშირს და საბჭოთა კავშირი კი ჩვენ ყველას წესით და დარიგით უნდა გვახსოვდეს, როგორიც იყო. 1921-დან 91-მდე 70 წლის მანძილზე განმავლობაში პრაქტიკულად არ ყოფილა წელიწადი, როცა საბჭოთა კავშირს ქართველთა სისხლი არ დაეღვაროს. მე აქ რაღაც დიდ და მასობრივ სისხლის ღვრებზე არ ვლაპარაკობ, მხოლოდ 56-ზე, 99-ზე არა. წელიწადი არ გასულა, აი 65, 74, 47, 39, მნიშვნელობა არ აქვს რომელ წელს ვიტყვით, რომ ამ ქვეყანას არ ჩაეხშოს სწორედაც რომ სისხლში ქართველთა წინააღმდეგობა ინდივიდებისა, უმრავლეს შემთხვევაში და არასაზოგადოებრივი ჯგუფებისა, რასაკვირველია, მაგრამ ხანდახან საზოგადოებრივი პატარა ან დიდი ჯგუფებისაც. და ეს პაპუაშვილი, ბანდიტი კაცი, კადრულობს, რომ ევროპის კავშირს, რომელმაც გადაარჩინა შენი კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც წლების განმავლობაში გეხმარებოდა და გეხმარება, რომელმაც უზარმაზარი პროგრამები, ბევრი პროგრამა განახორციელა განათლებაში, კულტურაში, ჯანდაცვაში, სოციალურ ყოფაში, სოციალურ სფეროში, თავდაცვაში, ბუნების დაცვაში, გარემოს დაცვაში, ბუნების დაცვაში, სოფლის მეურნეობაში, რაში არა ადარებს შალვაია პაპუაშვილი ევროპის კავშირს, საბჭოთა კავშირს, აი მას, ბოროტების იმპერიას. კარგით, ეს შალვა პაპუაშვილის პრობლემაა, ბევრი თქვენგანი თქვი, ჩვენი პრობლემა იმდენად არის, ამდენად ეს კაცი საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელია, მართალია დე-ფაქტო, მაგრამ ეფექტურ კონტროლს კი არ ხორციელებს საქართველოს ხელისუფლება ზოგადად საქართველოს ტერიტორიის 3/4-ზე არა, 4/5-ზე, ანუ 80%-ზე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარდა. ესენი დამფრთხალები არიან, აღმოჩნდა რომ მიუხედავად იმისა, რომ აგვაჩვენებენ თითქოს არ აინტერესებდათ არა მხოლოდ ბრიტანეთისა და შეერთებული შტატების, არამედ ევროკავშირის სანქციებიც, რა შეგვიძლია პირიქითაც ვთქვათ. ამერიკას უფრთხოდნენ, ბრიტანეთს ვინც ის და იქნება მეტადაც უფრთხოდნენ და აი ახლა ევროკავშირმა როდესაც მიიღო მორიგი გადაწყვეტილება რეზოლუცია ანგარიში საქართველოსთან დაკავშირებით, ამათ მოყვე დაიწყეს განცხადებების გაკეთება, მანამდე უფრო თქვეს რომ იცით ჩვენ ყველაფერზე თანახმა ვართ. ჩვენ ბეჯითი მოწაფეები ვართ. ყველა საკითხზე დავილაპარაკოთ, ნებისმიერ კანონზე ვილაპარაკოთ, არა მხოლოდ გამჭვირვალობის. აქა-იქ წასცდათ ეს პირებს, რომლებიც შალვა პაპუაშვილს უსიტყვოდ ეემონებოდნენ, შესაბამისად ბიზინა ივანიშვილს. რატომ გააკეთეს ეს? იმიტომ რომ ჰქონდათ იმედი, აი ნიკოლოზ სამხარაძეს ასე მაგალითად და ხელისუფლების ამ ბრჭყალების შედარებით ნორმალურ ფთას ჰქონდათ იმედი, რომ ევროკავშირი გადმოდგამდა ნაბიჯს საქართველოსაკენ და ინახავდა რა, რომ ესენი ცდილობენ ადეკვატურობას, ფაფხურობენ.
რეალურად ეს ყველაფერი გასაკვირველია, ტაქტიკური ნაბიჯი სვლა იყო ბიზინა ივანიშვილისა. მას სურს რომ გადააგოროს, ამოისუნთქოს, გადააგოროს, შემდეგი პრობლემა კვლავ ამოისუნთქოს და ასე გაწელოს დრო. მეორე მხრივ თუ რომელიმე თქვენგანი მეტყვის რომ ბიზინა ივანიშვილი მიხვდა რომ უკრაინაში რუსეთი მარცხდება და ამის გამო პოლიტიკას ცვლის ნელ-ნელა თანდათანობითო, როგორც სახე უნდა შეინარჩუნოს, ეს ვინმეც ვინის ის და მართალიც შეიძლება იყოს. დიახ, ბიზინა ივანიშვილი ადრე იქნება თუ გვიან პოლიტიკას შეცვლის წესით თუ რამ რაციონალიზმისა შერჩენია, თუ სახჭკვაზეა, ჭკვაზე და არა ჭკუაზე. თუ ბიზინა ივანიშვილის ადეკვატურობის იოტისოდენა ნასახი თუნდაც შერჩენია. ბევრი ვინც ამბობს რომ არა ბიზინა ივანიშვილი არა ადეკვატურია, შეშლილთა შორის შეშლილია და გიჟიაო, მეც მითქვამს, ეს ბევრი მართალია. ბევრი ვინც იმასაც ვარაუდობს რომ პრინციპში მაინც შეშლილი კი არის და რუსეთის აგენტი, მაგრამ მაინც მოახერხებს იპოვის ძალას და შეცვლის საკუთარ დამოკიდებულებას საკითხებისადმი, ის ბევრიც მართალია. მოკლედ ღმერთმა უწყის რას იზამს ბიზინა ივანიშვილი. მართლა ღმერთმა უწყის, ღმერთმა და ეკატერინე ხვედელიძემ მეთქი, თუმცა ამოკრას ხელში გარწმუნებული ბოლომდე გულახდილად გეტყვით და არა ვართ, არ მგონია რომ ბალიშებზე რო დადებენ თავს ბიზინა მარჯვნივ და ქალტმი ეკა მარცხნივ, ბიზინა მისკენ ტრიალდებოდეს და ეუბნებოდეს ეკა ამას ვაპირებ. არ მგონია, კვლავ ვიმეორებ, იმიტომ რომ ვინც ის და თავად ბიზინა ივანიშვილის კი არ არის ჩამოყალიბებული და აკვირდება, რამდენს აკვირდება და აი ამ დაკვირვების გამო ბევრს აჩვენებს რომ ბრძენკაცია, ბრძენკაცი კი არა. უბრალოდ არაფერი არის. არაფერი არ იცის. ნიკოლოზ სამხარაძე ხსენებულმა თქვა რომ ჩვენო გამჭვირვალობის კანონს შევცვლითო პრინციპშიო, თუმცა იქვე დააწიეს განცხადება თბილისიდან რომ ჩვენ მართლები კი ვილაპარაკოთო, მაგრამ მართლები ვართო და ესეთი აქცენტებიც იყო დასმული რომ პრინციპში არც არაფრის შეცვლას არაპირებენ, ოღონდ ვინმე დაუჯდეს ბრიუსელიდან და დაელაპარაკოს. ლეგიტიმაციის პრობლემაც აქვს ამ საწყებს. ლეგიტიმაციის პრობლემა აქვს და გონიათ რომ თუ ვინმე დაუჯდება ევროპარლამენტარიების, ევროკომისარი ასე მაგალითად და რაღაც საკითხებზე დაელაპარაკება, შესაბამისად მათ გონიათ რომ ამით ლეგიტიმაციას მიიღებენ. კიდევ ერთხელ ვიტყვი, საწყლებს გონიათ ასე. არადა ბრიტანული სანქციებიც, ამერიკული სანქციებიც და ევროპული სანქციებიც აღმოჩნდა რომ მასშიდებთ. უკვე შემდგომ ნიკოლოზ სამხარაძემ გააკეთა ის პირველი განცხადება და თბილისიდან რაღაც უცნაურესი ლევან მაჭავარიანის ინტელექტის განცხადებები დააწიეს და აბალანსეს ამით. უკვე შემდგომ სხვა გვარი განცხადებების გაკეთდა თბილისიდან. ყველა საკითხზე ვართ თანახმანი. ყველა საკითხზე ოღონდაც დაგველაპარაკეთო და ეს ყველაფერი ხდებოდა იცით როდის? მანამ სანამ ევროპარლამენტი შეიკრიბებოდა, მათ მართლა ჰქონდათ ესეთი მოლოდინი, რომ ევროპარლამენტი იქნებოდა დამნდობი. ევროპარლამენტი იქნებოდა ლმობიერი. გადააგორებდნენ ამიტომ მოლაპარაკებებსაც გამართავდნენ, ამ მოლაპარაკებებში ჩაშავს არაფერზე არ დახვებოდნენ ევროკავშირს, სასაკვირველია, მაგრამ აი ანტურაჟს მაინც შექმნიან ამგვარს რომ ევროპარლამენტი ევროკავშირი გველაპარაკება რა, შესაბამისად ჩვენს კანონიერებას სცნობს და ამას ამ პროპაგანდისტური ბანდიტური ტელევიზიების იმედისა და რუსთავის საშუალებით, მეშვეობით გამოყენებით გაყიდდნენ. კარგად. კარგი პროდუქტი იქნებოდა გასაყიდი. მაგრამ ევროპარლამენტმა, რომლისაც ასევე ეშინიათ ამ კუთხეში მიმწყდეულ რა გინდა რა ცხოველს შეადარეთ ქართული ოცნება, არ თოხლა უკაცრავად სიტყვისთვის. არ თოხლა ნიშნავს იმას, რომ არ წამოეგო ამ ანკეს და ევროპარლამენტმა მიიღო სუყე რეზოლუცია. სუყე და მძლავრი რეზოლუცია. ბოდიშს ვიხდი ამ თემაზე განვაგრძობ საუბარს. მანამდე 27 წუთის წინ ელენე ხოშტარია ჩემი პატივისცემა 27 წუთის წინ აქვეყნებს აი ამ პოსტს. მე რომ მეორე ვიდეობლოგი არ ჩავწერო სწრაფადვე ბარებ ჩავსვამ აი ამ ნაწილს არ არის დიდი წაგიკითხავთ ლაკას ჩემი სიყვარული და პატივისცემა. მეგობრებო, პირველ რიგში დიდი მადლობა თანადგომისათვის. მაგრამ ჩემზე არ ინერვიულოთ, ყოჩახ ლაკა სამაგალითო ხარ აი ამ სიტყვილივე წინადადების გამოც რუსებთან ბრძოლაში, ამისთვის კიდევ ერთი მადლობა.
ბევრად მეტისთვის ვარ მზად, ცხადი არც ერთი წამი არ ვაპირებ რუსების არალეგიტიმურ ინსტიტუტებთან რაიმეს დისკუსიაში შესვლას. შვილები ენატრება? ენატრება, მაგრამ ამას წერს. ან მათთვის რაიმეს ტკიცებას და მით უმეტეს რაიმეს თხოვნას, რაც უნდათ ისქნან. ტკივილი ასატანია, ბოროტება აუტანელი. არც პირველი ვარ და არც უკანასკნელი, მაგრამ ერთადერთს ვაპირდები მათ. არც ერთ უკანონობას არ გავუტარებ და ფასიც დაუჯდებათ. სირბილი არ შემიძლია, ბრძოლა შემიძლია. მეტაში უნდა შემოუკრა ახლა და მადლობა უნდა გადავუხადო ელენე ხოშტარიას. მადლობა, ჩვენ კი ძირითად საკითხს, ძირითად თემას დაუბრუნდით. მოკლედ ესენი კუთხეში მიწვეული რა გინდა რა ცხოველს შეადარეთ. ისინი არიან და ულაიქოთ ამასობაში რაღაც ელენეს და ხორავის გულების მივწეროთ ლაკას. ხო და ამის გამო ისინიც ერთგვარად გამოვიდა მდგომარეობაში აღმოჩნდნენ იმის გამო რომ ევროპარლამენტი იმზადებოდა მორიგი ანგარიშის გამოქვეყნებისათვის ჩვენთან დაკავშირებით და ევროპარლამენტმა მიიღო ეს ყოვლის მომცველი მსუხე დოკუმენტი რომელიც ელენესაც ეხება ეგ რაბანის პასუხი. გიორგი ბურჟანაძე უფლებადამცველი ყველაზე ლაკონურად წერს ევროპარლამენტის მორიგ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ხვალდაზე ეს თემა გაიშლება რასაკვირველია მეინსტრიმ მედიაში, ცალკეული იუთუბერები, ბლოგერებიც ისაუბრებენ ამაზე, მეც მომიწევს უფრო მსუყედ ლაპარაკი, მე ხვალ სწორედ გიორგი ბურჯანაძესთან მაქვს დაგეგმილი ინტერვიუ ფამ საკითხთან დაკავშირებით და კიდევ უფრო კარგად გავერკვევით და კიდევ უფრო კარგად ავხსნით რა დაათქვეს ევროპარლამენტარებმა. მაგრამ რასაც გიორგი გვიყვება და გვიამბობს და გვიწერს ჩვენთვის, ესეც მოცემული ეტაპისთვის სავსებით საკმარისია. გარდა ამისა, მიადენეთ თვალყური გასაგებია მეინსტრიმ მედიას. გიორგი წერს. ესე იგი, 628 დეპუტატია იცი თქვენ, 436-მა მისცა ხმა ამ ანგარიშს, 155-მა არ მისცა, 45-მა შეიკავა თავი. ევროპარლამენტმა მიიღო უმნიშვნელოვანესი და ძალიან კრიტიკული რეზოლუცია და ანგარიში საქართველოსთან დაკავშირებით 20 გვერდიან. რეზოლუციაში დაგმობილია ყველა ადამიანის უფლებების ყველა დარღვევა, პოლიტიკური დევნები და პარტიების აკრძალვები. ყველა დრაკონული კანონი, ზაკონიო, გიორგი წერს, ჭიათურის ეკოლოგიურ პრობლემებზეც კი არის გამახვილებული ყურადღება, კოლ-ცენტრებზე, ირანის და ჩინეთის გავლენებზე და უამრავ სხვა თემაზე. ევროპარლამენტი არის ის ორგანო, რომელმაც ახალი წევრების მიღებას უნდა დაუჩინოს მხარი შესაბამისად კონსტიტუციის 78 მუხლის მიზნებისათვის ის უმნიშვნელოვანესია. მადლობთ, სწორია. ევროპარლამენტის რეზოლუციაში მოთხოვნილია პოლიტპატიმრების, მათ შორის ელენე ხოშტარიას განთავისუფლება, გაგიკვირდებათ და გადავახტე იმოვლენებს გიორგი ამაზე არ წერს, მაგრამ ირაკლი ღარიბაშვილზეც არის საკმაოდ მსუყე პარაგრაფი არა ქვეთა აბზაცი. ივანიშვილის და მისი რეჟიმის წარმომადგენლების სანქცირება, ანუ არავითარ შემთხვევაში ევროპარლამენტი არ იხევს უკან, ევროპა არ იხევს უკან, ამათ ხლართებს კუთხეში მიმწყნეულების, რომელიც პერიოდულად იპორჩქდებიან და პერიოდულად ხელგამოხატული ეხვეწებიან ევროკავშირს და ევროკომისრებს იმასთან დაკავშირებით, რომ აქაუდა დაგველაპარაკეთ, ადეკვატურები გავხდებით, რომ ამასაც კი არ თოხლავს ევროკავშირი. არჩევნებისათვის საჭირო პირობების შექმნა, ასევე ისინი არ აღიარებენ ქართული ოცნების მთავრობას და დე-ფაქტო უწოდებენ ყველგან. დამთავრებული ამბავია. ვეღარ უარყოფს ამას. ევროკავშირი მესმის, რომ ხვალ ერა დღესვე ტელეეთერებიდან, მეინსტრიმ მედია, პროპაგანდისტური მედიიდან გამოვლენ შალვა, ირაკლი, კახა, არა კახა, კარგი, მაღალი, უჭკუო, კიდევ უფრო უჭკუო, სხვები და სხვები. უფრო თავხედი და იტყვიან, რომ ჩვენ შევთავაზეთ ევროკავშირს მოლაპარაკება, მაგრამ აგებოროტები როგორ მესმის ეს ყველაფერი. მაგრამ რეალურად ევროკავშირმა არ თოხლა ამათი მხრიდან მორიგი ტრიუკის ცდელობა. მე კარგ ამასობაში ბურჯანაძე გიორგის პოსტი აქ ავაგდალ ნახავ ეხლავე. არ თოხლა და 436-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა მხარი. 436-მა დაუჭირა მხარი და ნახეთ რას წერს გიორგი დამატებით. რეზოლუციაში მოწოდება საქართველოს წინააღმდეგ სახელმწიფოთა შორისი დავისწარმოების თაობაზე. აქვე ვიტყვი, რომ მოსკოვის მექანიზმზე კიდევ ერთხელ არის გამახვილებული ყურადღება. გიორგის არ უწერია რამდენიც მახსოვს და არ ვწდები და კიდევ ბევრი რამე არის ჩაწერილი, კონკრეტული გვარსახელებიც არის ჩაწერილი.
ფორმულას მიუბრუნდებით, თქვენი ცნებართვით ფორმულაც ავსებთ. ხადია, ყველა მედია საშუალება და ბევრი კვალიფიციური პირი აღწელებს აბასთან დაკავშირებით განცხადებას. გიორგი იმასაც წერს, რომ მისთვის, როგორც სახალხო დამცველის აპარატის ნინო ლომჯარიას პერიოდში თანამშრომლისთვის, ვისე სახალხო დამცველისთვის, ფრიად მტკივნეულია, რომ სახალხო დამცველისა, რა გვარია ეს ბიჭი? იოსელიანი, ხო? მის მიმართაც არის კრიტიკული შენიშვნები, გამოფხიზლდიო და ახლობით ასეთ რამეს ეუბნებიან, მოკლედ რომ მოვთარგმნოთ. და ასე შემდეგ. ესე იგი, რაც შეეხება, ნინო რა არის ნათქვამი. ხო, ევროპარლამენტის საქართველოს ახალი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო, ეს კი ვიცით, ჩვენ ყველა პრინციპში და ასე შემდეგ, ხო, კიდევ ბევრი რამ არის ნათქვამი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. კონკრეტულ პატიმრებზე, მზიამაღლობელზე, სხვებზე. ცდილობს ბიზინა ივანიშვილი გადაგორებას, ვიტყვი ამასაც. ცდილობს გადაგორებას, მაგრამ არ გამოუვა. ყვითლიდან წითელ ფერამდე რა ფერიც არის. იმ ფერის ბარათი შეერთებულმა შტატებმა უკვე ამოუღო ბიზინა ივანიშვილს. კონკრეტულად სახელმწიფო დეპარტამენტმა. და ევროპარლამენტმაც და ზოგადად ევროკავშირმაც დაახლოებით ამ ფერის ბარათი ამოუღო. ესენი ორივენი, ეს მნიშვნელოვანია, სინქრონიზებულად მოქმედებენ საქართველოს მიმართებაში. ანუ ესე არ იქნება, რომ ევროპარლამენტი თუ ევროკავშირი გასწირავს ქართულ ოცნებას და ამერიკის შეერთებული შტატები ხელს ჩასჭიდებს. ეს ის ქვეყანაა, რომელთან დაკავშირებითაც კონსენსუსი შტატებისა და ევროპისა გარდაუვალია. ეს არ არის ის საჯილდაო ქვა, რომლის გამოც შეერთებულ შტატებს შეიძლება უღირდეს ევროპასთან დაპირისპირება. ეს ერთი. მეორე, ბიზინა ივანიშვილმა, ეს მე მგონი ვთქვი და თუ არ მithქვამს გიბოდიშებთ და ახლა ვიტყვი. შეიძლება იგრძნო ოხერი კაცია, რომ რუსეთი მარცხდება უკრაინასთან ბრძოლაში და ახლა ცდილობს მორიგი ტრუკის ესე უყვარს ხოლმე ტრუკის გაკეთებას. აქამდე 12-14 წლის მანძილზე განმავლობაში ბიზინა ივანიშვილს ეს გასდიოდა. ზემოიმერული კომბინაციით ის თვალს უხმევდა ევროპელებს და ამერიკელებსაც. მე ამდენი ფული მაქვს და მე ვარ სტაბილურობის გარანტია, მაგრამ რაც უფრო შორს მიდის პროცესი მათ შორის უკრაინაში, უკრაინის გამარჯვებას ვადებ ჩვენ თვალყურს. ბიზინა ივანიშვილი რასაც არ უნდა ეცადოს აწი, არაფერი არ გამოუვა, იმიტომ რომ მან გადალახა წითელი ხაზები. კი ეგონა და გონია რომ პოზიციის ცვლილება ევროკავშირსა და ზოგადად დასავლეთს მისკენ სახით მოაბრუნებს, მაგრამ არ გამოსდის, არ გამოუვა. აქედან გამომდინარე, ბიზინა ივანიშვილის ყოველი ცდილობა არის, ვიტყვი ასე, ამაო. ეხლა რა მნიშვნელობა აქვს ევროკავშირის რეზოლუციას? გამარჯვება ერთ წამში არ დგება, ბატონებო. ევროკავშირის პირველ, მეორე, მეშვიდე, მეათე რეზოლუციას სანქციებს პირდაპირ ზიირებს საქართველოს და საქართველოს როგორც მესამე ქვეყანაზე, ცალკეულ ეგრეთ წოდებულ ვითომ დამოუკიდებელ კომპანიებზე და ასე შემდეგ. და ამ პაკეტში თუ იმ პაკეტში საქართველოს ხსენებას, მე შესაძლოა ამოღებას, ასე მაგალითად ყულების ნავთობტერმინალისა და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი აგურ შენდება. და მსოფლიოში ყალიბდება აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილი ამბავია ქართული ოცნების ხელისუფლებამ წოდებული ბანდის ამბავი. მას რაც არ უნდა გააკეთოს, მან არ მიუბრუნდებს. ამის მიუხედავად, ბიზინა ივანიშვილს ერთუცნაურ რამეს ვიტყვი, გაგიკვირდება და აქვს შანსი, რომ ადეკვატური პოლიტიკური თამაში ითამაშოს. კერძოდ, პირველი რაც უნდა გააკეთოს, ეს გუშინ უნდა გაეკეთებინა. არა ბუკვალური, არა პირდაპირ მნიშვნელობით, არამედ წარსულში უნდა გაეკეთებინა. ეს არის
ირაკლი კობახიძის და მთელი ამ პოლიტიკური გუნდის, რაც მას შეუძლია და ხელეწიფება განთავისუფლება და ახალი ტიპების მოყვანა ხელისუფლებაში. ახალი ტიპების, რომლებიც ესე შეფარვის და გადაგორებისთვის კი არ დათმობენ, არამედ მართლა დათმობენ. ჩვენი საერთო სამშობლოსათვის დათმობენ ძალაუფლებას. ძალაუფლების ბერკეტებს ხელიდან გააგდებენ და სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებენ ყველა მიმართულებით. პატიმრებს გაანთავისუფლებენ, კანონებს შეცვლიან და ქვეყანას არჩევნებისთვის მომზადებენ. მეცივით გვქვავს, რომ ბიზი და ივანიშვილი შეშლილთა შორის უშეშლილესია. ბევრჯერ გვქვავს, ვინც ის და ყველაზე მეტჯერაც კი ქართველ სპიკერებს შორის. დღესაც რაღა დაგიმალოთ და მე თლად დალაგებული ბიზი და ივანიშვილი არ მგონია. სულ რომ ადეკვატური ნაბიჯები გადადგას, ბიზი და ივანიშვილი მგონია, რომ ბოდიში დაუჩოჩდა. მე მგონი კარგ ახლის წინ, მაგრამ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით. მაგრამ მე რო ვამბობ რამეს, ეს სრული ჭეშმარიტება არ არის. მე მირჩევნია, რომ იყოს ბიზი და ივანიშვილი არ დაჩოჩებული. მე მირჩევნია, რომ მას იოტისოდენა და მეტი ადეკვატურობა ჰქონდეს შერჩენილი. მე მირჩევნია, რომ ის არ იყოს რუსეთის აგენტი. ამასაც ვამბობ. ანუ შეშლილი რუსეთის აგენტი ამერიკი. რუსეთის შეშლილი აგენტი ამერიკი. მე მირჩევნია, რომ მან დამოუკიდებელი ნაბიჯები გადადგას. და თუ გადადგამს და მოდი მაინც დავითოვოთ იოტისოდენა იმედი და თუ გადადგავს, მაშინ ჩვენ კვანძის გახსნებს ძალიან მალე დაველოდებით, კვანძის საბოლოო გახსნები იგულისხმება ხელისუფლების შეცვლის ჩათვლით. რამდენი დრო აქვს დარჩა არ ვიცი. წესით ეს აქამდე უნდა გაეკეთებინა. მაგრამ ახლა ისეთი მძიმე მდგომარეობა იქნება გარშემო, ამერიკაც გააქტიურდა, ევროპაც გააქტიურდა, ესენი ერთმანეთთან უნისონში არიან, აქ ძალიან უჭირთ მათ შორის ფულში, იქ სანქციები, იქ რაღაცა. მესმის რომ გაიფხრიწება, გაჯიქურდება, მაგრამ ფრთხილ იმედს ვიტოვებ, დიპლომატებს უყვართ ხოლმე ისე თქვა, რომ ბიზი და ივანიშვილი დათმობს. ერთ ნიუსფიცსაც გადავხედოთ თუ ამოვწუროთ მე მგონი. თუ რამე იქნება რილსში შემოგთავაზებთ რამე სხვა თემას. არის რაღაც თემები განა არა. და ან ვინ მომწერა ხო ისა რილსში თან ინტერვიუ მეწყება ხო ლიკა ბასილაიაშა გულის თქმა ჩავწერე. ნახვამდის.